ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი იმ ინოვაციის შედეგებს აჯამებს, რომელიც გასული წლის ბოლოს დაიწყო. ღვიძლის ტრანსპლანტაციამ გამოცდა ჩააბარა, ჩატარებული 4 ოპერაციიდან ყველა წარმატებით დასრულდა და პაციენტების ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. წარმატებულ ქირურგიაზე სამედიცინო დაწესებულების მედიკოსები საუბრობენ, აცხადებენ, რომ შედეგები მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და ამიერიდან მოსახლეობას საშუალება აქვს საჭიროების შემთხვევაში სერვისი ქვეყნიდან გაუცვლელად მიიღოს. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგებით კმაყოფილი არიან თავად პაციენტებიც, მათგან ერთ-ერთი ამჟამადაც საავადმყოფოშია და რეაბილიტაციის კურსს გადის. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ადამიანებს, რომელთაც აქვთ ღვიძლის ციროზი, ღვიძლის დეკომპენსირებული უკმარისობა, ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ სერვისი, რასაც ქვია ღვიძლის ტრანსპლანტაცია. საქართველოში ჩატარებული ტრანსპლანტაციის შემდგომ პაციენტებს ის სირთულე, რასაც ქვია მკურნალ ექიმთან კომუნიკაცია, რომელიც აქამდე ჰქონდათ საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში, არ ექნებათ. თავს ძალიან ოპერაციამდე შეუძლოდ ვგრძნობდი. ოპერაციის შემდეგ მე მგონი მეორედ დავიბადე. მიხარია სიცოცხლე, ცხოვრება და როდის წავალ სახლში ველოდები.